არავისთვის უცხო არ არის ახალს ვერ ვიტყვი რომ ჩვენ ხშირად გვიწევს ნეგატიურ რაღაც საფარში ყოფნა. ნეგატიური ადამიანებისგან გამოწვეული ჩემო ძერფასებო და ბევრს ვერ გავაგრძელებთ. უკვე ხვდებით თქვენი გაღიზიანება, როცა იწყება უკეთეს შემთხვევებში თქვენ ხვდებით საკუთრივ ვინ გაღიზიანებთ. ეს იქნება ტრანსპორტი, ეს იქნება სამსახურში, ეს იქნება სადარბაზოში თუ იქ, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილები ჰქვია. მაგალითად ხართ ესე ეგზო გაბრაზებულები და გინდათ ამ ყველაფრის თავიდან მოშორება, ჩამორეცხვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვეთ, იმიტომ რომ ხალხო ძალიან ბევრი მიტა გითხათ, მაგრამ დროში ვიზღუდები და არა მარტო დროში ვიზღუდები, სხვა რაღაცებშიც ვიზღუდები, ისაც ეს ძალიან უნდა, პირადად უნდა მოვიდეს ჩემთან და უნდა ვისაუბროთ ბევრი ფესვები საიდან მოდის და რატომ ხდება დღეს ესეთი გულმხურვალედ ადამიანების დავერბოვკება, ტყობიდან გამოყვანა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებები და ბევრი არასასიამოვნო თემები, რაც თვითონ აშკარად ეტყობა სამყაროს, ეტყობა გარემოცვას, ეტყობა ყოველდღიურ ჩვენს ყოფას და აი ისე გვინდას ყველაფერი შემოვიწმინდოთ ტავიდან, გონებიდან ამოვიღოთ და გასწავლოთ რაღაცებს ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში თუ ამასთან დაკავშირებით ვიღაცა ნერვი მოგიშალათ, აუცილებლად უნდა დაილაპარაკოთ ხმამაღლა და გააგონეთ მასაც. ძალიან კარგი გაიგონოს, რაც მე მისურვე უკან დაგიბრუნდეს. და მომენტები ვერ ამბობთ ამას, ხო? რიგი მიზეზებისა და გამო, მაშინ მოდით სახში და კიდევ უფრო გაბრაზეთ, რატომ ვერ უთხარი სათქმელი. რატომ ვერ გქრიეს სიტყვები იმ კონფლიქტში და იმ ტრანსპორტში თუ იმ სიტუაციაში, სადაც ვიყავი. ძალიან მარტივი, ძველებური მეთოდია, რომ მობრძანდებით ნებისმიერი ტანსაცმელი, ეს იქნება ზედა, ეს იქნება წინდა, ეს იქნება ქუდი, სიტერი, ნებისმიერი რა, გადმოატრიალეთ, აი უკუღმა გადმოატრიალეთ, ჩაიცვით, აი რამდენიმე გარკვეული პერიოდი იარეთ ამ ტანსაცმელს და მერე გაიხადეთ და გაახეთ კარები, აი ივნის ან შემოსასვლელი კარების და დაბერტყეთ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა წავიდეს იქ, საიდანაც მოვიდა. გააყოლეთ სიტყვა წადი იმასთან, ვინც ნერვები მომიშალა. წადი იმასთან, ვინც ჩემთან ახლოს მოგიყვანა. და მეორეც შემოძვირფასება, ყველაზე მნიშვნელოვანი, ამაზე საერთოდ ცალკე შეიძლება რილსი ჩაწეროს და ცალკე მიუძღვნა ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაცა თემატურად მინდა მივაბა და მივაბამ კიდეც. აი როცა ამ ყველაფრიდან დაღლილს, ხშირად გვიხდება ხოლმე საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი რჩება საკუთრივ ძილის წინ, შეიძლება ძალიან თავისუფლად გამოიყენოთ ისეთი მეთოდი, როგორიც არის საუბარი თქვენს ფარველ ანგელოსთან. აი ჩვეულებრივად ესაუბრეთ, თითქოს ხედავთ. ის ხო ხედავს, ის ხო ყოველთვის ჩვენთან არის. უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ გვძნობთ. დაელაპარაკეთ თქვენს ფარველ ანგელოსთან. უთხარით, რომ გამოგიგზავნოს ისეთი ადამიანი, ვისაც უყვარხარ და ვინც გეყვარება. გამოგიგზავნოს ისეთი ადამიანი, ვისაც ჭირდება შენი გვერდით დგომა და შენც მისი სიახლოვე. გამოგიგზავნეთ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან ამა თუ იმ სიტუაციაში. გამოგიგზავნონ ისეთი ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს საჭიროდ მოგევლინებიან. ხარს დაგიჭერენ, რჩევას მოგცემენ და გვერდს დაგიმშვენებენ. უთხარით, ნუ მოგერიდებათ. მაგია მუშაობს, სასწაულებით არის სავსე ირგვლივეთი და აი ამ საოცრებასაც არ დაგამადლით სამყარო. თუმცა თქვენი ფარველი ანგელოსი გულწრფელად დაელაპარაკეთ, უთხარით, რომ მართლა გჭირდებათ მისი მხარდაჭერა და იმუშავებს სამყარო, ამაზე დაფიქრდება და იტყვის სადღაც იქ ერთ გოგონას, ერთ ბიჭონას ჭირდება, მეორე გოგონა ან ბიჭონა აუცილებლად შეგახვედრებთ. ხო იცით რომ ახსნა არ აქვს სასწაულებს. დიდი და განუზომელია სამყაროს ნება და ჩვენ მივენდოთ ამ ყველაფერს. აი ეხლა ეს ვიდეო, ვისაც შეხვდათ, ყველა დაშეკვდა, ესეც სამყაროს ნებასურველი იყო და ხო და რაღაც ხედავ, რაღაც დაფიქრდი, რაღაცზე მიყვები და მოყვები და ლაიქე, გამახარე მეც, იმიტომ რომ ძალიან მინდა შენ იყო კარგად და ეს ენერგოგაცვლაზე უარი არ თქვა. უთხარი შენს თაგალს, შენს მეგობარს, შენს შვილს, შენს ნათესავს, შენს ძმას, შენს დას გადაამრავლეს და სიკეთეში აუცილებლად
ჩაგეთვლებათ ის ყველაზე დიდ მადლად, რომ მადლიერების შეგრძნება ახლა ამ მომენტისათვის გადაიქცევა ისეთ ხელის მოქმედებად, როგორიც არის დააფასება, ეს არის მოწონება, გული, სული თუ რაც გინდათ ის დაარქვით, უბრალოდ გამოხატეთ თქვენი ენერგია. იცოდეთ, რომ ის აუცილებლად ბრუნავს. აუცილებლად იქნება კვანტური ნახტომი, აუცილებლად იქნება სასიკეთოს თქვენი წასვლა იქ, სადაც გელოდებიან. და ეს არის სიკეთის მხარის, სინათლის მხარის დგომა. რაოდენ დიდი გამოცდებიც არ უნდა მოგიწყონ და ეს გამოცდები ახლა ძალიან მომრავლდება. აი სტუდენტებს რო არ უყვართ ხოლმე. ხო იცით, გამოცდები და აბიტურიენტებს. ესეთი გამოცდები ცხოვრებისეულად იქნება, არ შეგეშინდეთ. მე ვიქნები ამაყი, მე ვიქნები როგორ გითხრათ, ესეთი აღსილი სიხარულით, რომ ის ადამიანები ვინც მე მისმენენ გამოცდებს ფრიადზე ჩააბარებენ. მე მაინც ძველი ვარ და ფრიადი მაქვს დაჩემებული. კოცნით გეხვევით, ძალიან მიყვარხართ კონსტატაციებზე, ვისაც გინდათ სასაკვირველი არ დაიბნებით, მოხვალთ და მილაიქებთ, მომწერთ და ეს იქნება ტაროზე, ასე ვთქვათ, კონსულტაცია თუ სხვა დანარჩენი, მოგვარდებით. თავარია ეს ვიდეო შეგხვდეთ.